ვისაც გინდათ ასეთი მენისკის მალამო მოამზადოთ ხათოსგან, რომელიც შეგიმსუბუქებთ ძალიან ძლიერ ტკივილებს, ვიდეოს უყურეთ ბოლომდე, რეცეპტი ვიდეოშია, მიყვარხართ. ჩემო საყვარელო გამომწერებო, ბედნიერი კვირა დღე მინდა ყოველას, კვირა საღამო მინდა ყოველას გისურვოთ და ერთი ძალიან მაგარი რეცეპტი უნდა მოვამზადო ხა თქვენთან ერთად, როდესაც წონას ვიმატებ ხოლმე და მენისკი უფრო, ესე ვთქვათ, მირთულდება, წონის დროს ყოველთვის მირთულდება მენისკი და მენისკით მარტო საქართველოში 70% ადამიანების იტანჯებიან, აი რაც მშველის და რაც არის ყველაზე მაგარი რეცეპტი, ახლა იმას ვდება, ამისთვის დაგჭირდება ჰიმალაის მარილს თუ აიღებთ, ვისაც არა გაქვთ ჰიმალაის მარილი, ყველგან იყიდება ახლა უკვე, აი ესე ნახეთ, არასავსე, აი, ვისაც არა გაქვთ ჰიმალაის მარილი, შეგიძლიათ ჩვეულებრივი მარილი აიღოთ, არ არის პრობლემა, მაგრამ ჰიმალაის მარილი უფრო კარგად შეიწოვება კანში და გირჩევთ, რომ ნებისმიერ მარკეტში იყიდება ჰიმალაის მარილი გამოიყენოთ ამ შემთხვევაში. ეხლა მე დამჭირდება ყველაფერს ვაკეთებ ერთი სუფრის კოვზი, ნახეთ, აი რა წერია, დოგვის ფხვნილი, ისე მდოგვი არ გამოგვადგა, დოგვის ფხვნილიც ყველგან იყიდება და ესე ამოვიღებ. ერთი სუფრის კოვზი უნდა. ძირითადად მდოგვის ფხვნილს ვიყენებ აი ამ მალამოა, ეს არის სასწაული. მალამოს მოსამზადებლად. გადავდოთ ეს მდოგვის ფხვნილიც, ხო ჩავაყარე ახლა აქ მდოგვის ფხვნილი. ეხლა ზეითუნის ზეთი უნდა გავუკეთო, ერთი წუთით ჩავასხავ. კარგი ხარისხის ზეითუნის ზეთი და მე ამ ზეითუნის ზეთს ვყიდულობ. ნავთლუხის, აი თეოსუნელები როა იმას აქ, აი სასწაული ზეითუნის ზეთი. აი ჩაასხავთ ასე ზეითუნის ზეთს. ჰიმალაის მარილი თეოსუნელებშიც არის მართლა. და ეხლა ამ რეცეპტის დროს გვჭირდება ნატურალური თაფლი და მე ამ გიორგის ნომერს დაგიწერთ ეხლა ამ რეცეპტზეც. აი გიორგისა აქ, აი არ ვიცი როგორი თაფლი ხალხო, სამკურნალო თაფლი აქვს, რომელსაც 20 ლარად ყიდის. მე გიორგისგან მიაქვს და ყიდიან 35-40 ლარად. ეხლა აქ უნდა ჩაუშვა ყველაფერი უნდა დაგიწერთ ერთი სუფრის კოვზი, ჩაუშვებ ეხლა. მინდა ფერი და სისქე ნახოთ ამ თაფლის, აი კოვზიდან ძლივ ჩათის. ნახეთ, როგორი ნაზავი გამოვიდა. ეხლა ამას მე კარგად აურევ, ერთი წამი და დაგიბრუნდებით. ნახეთ, გამოვიდა აი ესეთი, ნახეთ, სქელი ნაზავი, ჩვეულებრივი მალამო გამოვიდა. აი ხა რატო გავაკეთე ამ პატარა ქილაში, მე მექნება ეს მალამო ამ პატარა ქილაში. ეხა, ნუ რა თქმა უნდა, აბაზანის შიშევალ, ვიბანავებ და რო გამოვალ უკვე. ამ ნაზავს ესეთი სახით არა გავათბობ, ან მიკროტალღურში, ან ორთქლის აბაზანაზე გავათბობ. ცხელი არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, არ უნდა აადუღოთ. გავათბობ, თბილს დავიდებ მუხლზე, მერე ზემოდან დავიდებ მარლას, მერე ზემოდან დავიდებ ფოლგას, აი ხო იცით ეს ფოლგის ქაღალდს, ოღონდ ფოლგა პირდაპირ მუხლზე არ დაიდოთ. და მერე ჩავიცვამ აი ესეთი მუხლის წინდა მაქვს მე მუხლის. და თქვენ შეგიძლიათ ხო, ვინც რაიონებში ხართ, შალით შეიხუიოთ. აი 2 საათი ხალხო ეს ნაზავი არის საკმარისი, რომ მენისკური საშინელი ტკივილი შეგიმსუბუქოთ და ჯერ ხელით დაიმასაჟეთ, მერე დაიდეთ მიტკალი, მერე დაიდეთ ფოლგა, მერე შალი შემოიხუიეთ, 2 საათი საკმარისია. თუ მთელი ღამე გაიჩერებთ ხომ, კარგი და კარგი. აი ეს ქილაში მაქვს ხოლმე, ჯერ ესე თითებით მასაჟს ვიკეთებ, მერე მიტკალს ვიდებ და აი თქვენ თუ არ დამლოცოთ, ეს არის საოცარზე საოცარია. თაფლის გიორგის ტელეფონს დაგიწერთ ესეთ ნატურალურ თაფლს, ვერსად თბილისის მასშტაბით უფასო მოტანა აქვს და ნუ ეხა რაიონის მასშტაბით თქვენ გიორგის მოელაპარაკეთ, ეს არის სასწაული. აი ეს მინდოდა მეჩვენებინა რეცეპტს, ზუსტ რეცეპტს დაგიწერთ, მიყვარხართ.